მოგესალმებით. დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მოქალაქეების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება წარმოადგენს. ყალბი ინფორმაციის გავრცელება სწორედ ამ დემოკრატიული პრინციპის დაზიანების მძლავრი იარაღია. ჭორები, მოსმენელი ამბის გადმოცემა, ფაქტების დამახინჯება გამოიყენება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების რეპუტაციის შელახვისთვის და დისკრედიტაციისთვის. სიმართლესა და მონაგონს შორის ზღვარის განზრახ გაბუნდოვნება აძლიერებს ამომრჩევლების დაბნეულობას და ხელს უშლის ფაქტებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ დისკუსიას. განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ძლიერდება გარკვეული ტელეკომპანიების მხრიდან ხელისუფლების და მის წარმომადგენლების მისამართით მიზანმიმართული დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანია და სწორედ ამიტომ ქართული ოცნების კომუნიკაციების ჯგუფმა შეისწავლა ამ მხრივ მედიაში არსებული გარემო, რათა გამოევლინა ინფორმაციის ცალმხრივი, დაუბალანსებელი და მანიპულაციური გაშუქება. ანგარიში გაანალიზებულია სამი მედია საშუალება, მთავარი, ტევ-პირველი ფორმულა და მათი საინფორმაციო პოლიტიკა, მათი მთავარი საინფორმაციო გამოშვებები და თოქ-შოუების მაგალითზე. მედია მონიტორინგი პერიოდი მოიცავს 2021 წლის 1-დან 12 სექტემბრამდე შუალედს. ანგარიშის მომზადებისას შემუშავდა თვისებრივი და რაოდენობრივი მონიტორინგის მეთოდოლოგია, კერძო შინაარსობრივი ანალიზი განხორციელდა ისეთ კრიტერიუმებზე დაკვირვებით, როგორიცაა მაგალითად ფაქტების სიზუსტე, წყაროთა სიცხადე, წყაროთა ნეიტრალურობა. საინფორმაციო გამოშვებების შინაარსობრივი ანალიზისას რეპორტაჟების შემდეგი კატეგორიით დაიყო: დეზინფორმაცია, ზიზღის ენა, მანიპულაციური შინაარსის შემცველი სიუჟეტები. ძირითადი მიგნებები გახლავთ, რომ როგორც წესი ხდება ხელისუფლების მიმართ დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაციის დომინირება, გადაუმოწმებელი ფაქტებისა და ინფორმაციის ტირაჟირება, ბრალდების ტირაჟირება ისეთი სპიკერების დაუსაბუთებელი ინფორმაციას დაყრდნობით, რომელიც თავად არიან თემასთან მიმართებით მხარე. უნდა აღინიშნოს, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად მოსაზრებები წარმოჩენილია ფაქტებად, რიგ თემებთან მიმართებით, თავად რეპორტაჟიდანვე ჩანს, რომ რეალური სურათი სხვაგარია, თუმცა გაშუქების ხაზი მაინც არ იცვლება. განსაკუთრებით აქტუალურია პრემიერ-მინისტრისა და დედაქალაქის მერობის ქართული ოცნების კანდიდატის დისკრედიტაციის ცდილობები, მათ შორის აღნიშნული პერსონები არიან სიძულვილის და ზიზღის ენის ობიექტები. წარმოგიდგენთ რაოდენობრივი ანალიზის მაგალითებს, კერძოდ გაანალიზებული სიუჟეტებიდან კიდევ ერთხელ შეეხება 1-დან 12 სექტემბრის შუალედს ჩვენ გვქონდა დეზინფორმაციის ფაქტები, კერძოდ ტევ-პირველზე ეს იყო 65 სიუჟეტი, ფორმულაზე 38, მთავარ არხზე 82 სიუჟეტი, ჯამში 185 სიუჟეტი, რომელიც დანამდვილებით არის დეზინფორმაციული, საშუალო დღეში 15 სიუჟეტი გამოდის. მაგალითისთვის გეტყვით რა სახის სიუჟეტებზე ვსჯელოთ, მაგალითად პრემიერ-მინისტრის COVID პასპორტთან დაკავშირებული სიუჟეტების წყობა გახსოვთ, აბას თუმანთან დაკავშირებული სიუჟეტების სერია, საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებული სიუჟეტების სერია. რაც შეეხება ზიზღის ენას. ზიზღის ენა აღმოვაჩინეთ 128 სიუჟეტში, დღეში საშუალოდ 10 სიუჟეტი გამოდის, რომელიც შეიცავს ზიზღის ენას, ტევ-პირველზე 38, ფორმულა 15, მთავარი არხი 75 ასეთი სიუჟეტი. მაგალითისთვის გეტყვით, მაგალითად COVID-თან დაკავშირებით მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლების ან ხელისუფლების მკვლელებად მოხსენიება, როცა ხდებოდა სიუჟეტებში. ასევე მანიპულაციის ფაქტები. მანიპულაცია არის ისეთი სახის სიუჟეტები, სადაც დაუსაბუთებელ ვარაუდებზე არის აწყობილი, ინფორმაციის წყარო არის ბუნდოვანი, ხდება ასევე ხელოვნურად დრამატიზება სიტუაციის. 832 ასეთი სიუჟეტი დაფიქსირდა, ტევ-პირველზე 318, ფორმულაზე 231, მთავარ არხზე 283, დღეში საშუალოდ 70 ასეთი სიუჟეტი გამოდის. მაგალითისთვის გეტყვით მანიპულაციის მაგალითებს, მაგალითად გიგი უგლავას რეგისტრაციის ცნობასთან დაკავშირებით სიუჟეტების წყობა, ასევე COVID სამკურნალო მედიკამენტების ეგრეთ წოდებულ დეფიციტთან დაკავშირებული სიუჟეტები, რომელიც მანიპულაციური ხასიათის იყო, რიგ შემთხვევებში დადასტურდა კიდევაც, რომ იყო დეზინფორმაციული ხასიათის. აღნიშნული ანგარიში საჯაროა და გადაეცემა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამომრიგებლო მისიებს. ამ ანგარიში, რომელიც კიდევ ერთხელ საჯარო იქნება, წარმოდგენილი ასევე სია, სამაგალითო აღწერების სიუჟეტების, რომელსაც
ყველა შეუძლია გაეცნოს და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სიუჟეტთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები მოგახსენოთ და ნახოთ ერთად შეესაბამება თუ არა სწორედ დეზინფორმაციის, ზიზღისენის და манипуляციის კატეგორიას. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ, რომ დეზინფორმაცია როგორც მცდარი აღქმების შექმნის ინსტრუმენტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს მოქალაქეების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისთვის. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ განსაკუთრებით იმ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ სპეციალურ პროექტებს დეზინფორმაციის და ზიზღის ენის ტირაჟირების წინააღმდეგ, დაინტერესდნენ ამ ტენდენციებით და შეაფასონ ამგვარი საინფორმაციო პოლიტიკის გავლენა არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარებას. სწორედ ამიტომ თქვენ მოგახსენეთ, რაც შეეხება თვითონ ამ რიცხვებს, თავად ანგარიში თქვენ იხილავთ მაგალითებს სწორედ ამ სიუჟეტების და იქ არის ჩამონათვალი, ეს ანგარიში გამოქვეყნდება და გადმოგეცემთ. დიახ. გადმოგეცემათ ყველას, გამოქვეყნდება დღესვე. გადმოგეცემათ ყველას ეს ანგარიში. რაც შეეხება, კიდევ ერთხელ, რაც შეეხება შერჩეულ ტელეკომპანიებს, ჩვენ სპეციალურად დავაკვირდით სწორედ ამ სამ ტელეკომპანიას, ვინაიდან მათგან განსაკუთრებით მოდის პოლიტიკა დეზინფორმაციის და ზიზღისენის და სწორედ ამიტომ იყო და მათ შორის ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმართებაში დეზინფორმაციას და ზიზღის კამპანიას. რაც შეეხება დეზინფორმაციის მხილებას, ამას ამის სპეციალური ცოდნა არ ჭირდება, ეს არის გადამოწმება ფაქტების გადამოწმება, ეს გახლავთ ჩვენი შიდა რესურსი, რა თქმა უნდა, გახლავთ ფაქტების გადამოწმება, რომლითაც შემდეგ დგინდება ამა თუ იმ სიუჟეტის ნამდვილობა, ასე თქვა და ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩვენი რაიმე გამოგონება ფაქტების გადამოწმების მეთოდოლოგიისა, ეს ჩვეულებრივად სხვა ორგანიზაციები, მათ შორის საქართველოშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს ფაქტების გადამოწმების ასე ვთქვათ პროექტებს. ბატონო არა, სიმართლე არასდროს არ ახალისებს სიძულვილის ენას. სწორედ სიმართლე, ხილება, მზიშუქი არის ერთადერთი რამ, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ იყოს სწორედ დემოკრატიული დისკუსია. რაც შეეხება კიდევ ერთხელ შინაარსობრივ ნაწილს, ეს ანგარიში გამოქვეყნდება საჯაროდ, ამიტომაც ვაქვეყნებთ. კი ბატონო. გამოქვეყნდება ეს. დიახ, მათ შორის უყურეთ. კიდევ ერთხელ, მაშინ ასე გეტყვი. კიდევ ერთხელ, დეზინფორმაცია თანამედროვე სამყაროში წარმოადგენს ერთ-ერთ საფრთხეს უმთავრეს არჩევნებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ. ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, ანუ ის არჩევანი, რომელსაც ისინი გააკეთებენ, დაფუძნებული იყოს სიმართლეზე და მართალ ინფორმაციაზე. და სწორედ ამიტომ სხვადასხვა სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი იარაღი არჩევნებზე ზემოქმედების, დეზინფორმაციით და ყალბი ახალი ამბებით, გავლენის მოხდენა, გონების არევა, წაშლა ზღვარისა და გაბუნდოვნება სიმართლესა და მონაგონს შორის და სწორედ ამ ინსტრუმენტს იყენებენ იმისთვის, რომ მოახდინონ დისკრედიტაცია არჩევნებს. აქედან გამომდინარე, არათუ პარტიის, ეს ყველა მოქალაქის თავისთვის ინდივიდუალური არის, რომ კრიტიკულად შეხედოს სხვადასხვა სიუჟეტებს იქნება თუ ინფორმაციას და თავისთავად ეს მისასალმებელიც იქნება, რომ სხვა პარტიებიც დაკავდნენ ამ საკითხით, რომ ნახონ რა არის გამიჯნონ ერთმანეთისგან სიმართლე და მონაგონი და აქედან გამომდინარე ეს წაადგება სწორედ დემოკრატიულ მსჯელობას ჩვენ საზოგადოებაში.